ახლა ნიკა მელიას ხედავ, რომელიც მოდის ლეიბორისტული პარტიის ოფისში და შევეცდები. ბატონიკა, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ვართ 2 წუთი რომ დაგვითმოთ, უკაცრავად მოგესალმებით. ყველას გელოდებით. პროცესი, რომელიც გუშინ თქვი, რომელსაც ჩაეყარა საფუძველი ოლიგარქის მიერ, დასრულდება მისივე დამარცხებით. გამორიცხულია ხალხო, მე ხა ვერ ვადევნებდი თვალყურს, ვერც თქვენ ეთერს გუშინ, ვერც ეთერს ვერ ვადევნებდი, ძირითადად ვიყავი კონცენტრირებული დანის რაიონზე. ნუ იქ რა გითხრათ, ეხა ომი არ გადამიტანია, მე პირადად რა არ მინახავს, ადარ ყოფილვარ, რა არ გამისცემა, გუშინ იყო ომი. და კიდევ ერთხელ მეორე, ომი, მაგრამ დღეს რაც ვნახეთ ირიდან, ხო? კადრები, რომელიც წვედებოდა თქვენს ეთერში, თავის ეთერში, სოციალში არის, აენი დაღუწერელი. შეუძლებელია ეს ეპატიოს ნებისმიერს. ივანიშვილი იქნება, ეს მელია იქნება, ამის ინგა გრიგოლე, ვინც არ უნდა იყოს, არ არსებობს თავმოყარე ერი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს თავისუფალი, ხო? პერსპექტივაში ოდესმე გამორიცხულია ეს ის ერია ხახნო, ორლესული ნიჩბისთვის თავი შეუშვერიათ. თავი შეუშვერია ახალგაზრდებს, ბიჭებს, გოგოებს და ისე მოოპოვებია თავისუფლება და რას ლაპარაკობს ეხა ბიძინა ივანიშვილს რგონი ან ვიღაცა ყობახიძე დინარაძეს რომ ამას ვაპატიებთ და ხალხი აპატიებს გამორიცხული ამბავი არის ფაქტებით გაჯერეთ ჩვენ ვარ ვიგონებთ ხახტო ჩვენ ეს ყველაფერი ნახეთ ძალადობას და რა აი ეს კითხვა აი ბატონიკა რა ფაქტები იყო ვერ ნახეთ რა ფაქტები იყო ხახტო თუ უბრალოდ რაღაც ჟურნალისტი ვარ გასაგები რა ფაქტები არა სიტყვებით ზედმეტია მაგალითად ბატონიკა რითი არ წმუნებთ ჩვენ ჟურნალისტები ვიცით მაგრამ მოსახლეობას როგორ უხსნით რომ იყო გაყალბება არა ვისაუბრეთ ფაქტები ტრიალებს კადრებში არ ტრიალებს ეხა მორიგე ფრაზები რო გვაქვს ძალიან ჩვენ რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით რუსუდან ჯაბანიშვილს და ლეიბორისტულ პარტიას. ვუბრუნდებით ახლა მისევ რუსუდან ჯაბანიშვილს ის ნიკა მელიას პოზიციას გვასმენინებდა პირდაპირ ეთერში. გამიჯერეთ ხახტო ამაყი ერი გაიმარჯვებს ეს არ იყო გდანში რა ხდებოდა ნახეთ ხო ვითი ვამტკიცებთ ხო და გიმეორებთ 60 აბა რატომ გავიგე რატომ მეკითხებით და საუბრობთ რატომ მეკითხებით ეხლა არ არის რიგითი დღე თქვენ რაღაც დაგემართათ ხო აი რითი ატირდა 60 ადამიანი იდგა შეიარაღებული ბანდა ერთუბას დაარბევდა გდანში გაიტაცებდნენ იქიდან დამკვირვებელს მე გადავიდოდნენ მეორეზე, გაიტაცებდა მე დამკვირვებელს როგორ პოლიციის ყიდა, რითი ვამტკიცებ? ვერ ვამტკიცებ, რომ დათო კვიჟინაძე ვიღაცა ნაბიჭვარი დარბოდა კალაძეს ბავშვობის მეგობარი იარაღით, ვერ ვამტკიცებ? კადრები არა გაქვთ? არა გაქვთ კადრები? აბა ვერ ვამტკიცებ, მადლობა, ვერ ვამტკიცებ, გასაგებია, აბა რა გეუბნები, ნახა ეს ახლა, თქვენზე და ჩემზე კარგად იცის. ჩემზე და კარგად, მადლობა, დიდი მადლობა. ოქიაშვილის ბიძაშვილზე მოხდა. გავიგე ხო და ვერ ვამტკიცებ და კახა ოქიაშვილის ბიძაშვილზე დაჭრი. რა გჭირთ ეხლა იმის დრო არის ეხლა. შეუდებით, გეუბნებით რომ მოხდა თავის. გასაგებ ვიცი და რითი ვამტკიცებ ხო? რა შეგიძლიათ თქვა და რითი ვამტკიცებ ხო? რითი ვამტკიცებ ხო? ბატონიკა. გასაგები მადლობა თუ შეიძლება. მადლობა თქვენ მოისმინეთ ნიკა მელია, რომელიც რატომაც გაღიზიანდა დავსი კითხვა რომ აიხსნა მაყურებლისთვის რა ფაქტებთან დაკავშირებით იყო. ბატონიკა. კარგი, გასაგებია. თქვენ უსმენთ ნიკა მელიას ველოდებით კიდევ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ისინი მოვლენ რამდენიმე წუთში ლეიბორისტული პარტიის ოფისში და უკვე ამის შემდეგ დაიწყება მათ შორის შეხვედრა, გაიმართება კონსულტაცია და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს როგორ უნდა გააგრძელონ მოქმედება გუშინ ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია ამბობს რომთან დაკავშირებითაც ოპოზიცია ამბობს რომ გაყალბდა და ხელისუფლება მათ საკუთარი არჩევანი მოპარა.